გამარჯობათ მეგობრებო, წარმოგიდგენთ ჩემს გადაკეთებულ მულტიმეტრს. მოკლედ, მულტიმეტრს დაუჯდა კრონა, ეგრეთ წოდებული ელემენტი კრონა, 9 ვოლტიანი. მივიდა ყელში ამდენი ელემენტების ყიდვა, როგორც ყველას, თუ როგორც ბევრს და მეც გადავწყვიტე გადამეკეთებინა აკუმულატორზე. და ეს ყველაფერი გავაკეთეთ ესე. აქ დადგა ლითიუმ-იონური აკუმულატორი. Samsung-ის წარმოების არის, მეორადია, მაგრამ კარგ მდგომარეობაშია, ISR 18650. შემდეგ მის დამუხტვასა და დაცვაზე პასუხს აგებს ესეთი ცნობილი და პოპულარული მოდული 4056. მისგან გამომავალი პლუსი მოდის ამ ჩამრთველზე, ჩამრთველი აქეთ არის გამოყვანილი, ეს არის მიკრო ჩამრთველი ფიქსაციის რეჟიმით. და ჩამრთველიდან უკვე იკვებება ესეთი MT3608 მოდული. აქ ცოტა სხვა ის დგას, B628 დგას. განათება ჩაურთოთ და გამოჩნდება კარგად. B628 და მრავალ წერტილი. ეს არის step up DC-DC მოდული, რომლის გამომავალზეც ამ პოტენციომეტრით უკვე დაყენებულია 9 ვოლტი, 9.2 ვოლტი უბრალოდ. შემდეგ გამომავალზე პულსაციის შემცირების მიზნით იქ არსებულ კერამიკულ კონდენსატორთან დავაპარალელეთ ესეთი 100 მიკროფარადი 16 ვოლტი კონდენსატორი და აგრეთვე დავაპარალელეთ ესეთი ინდუქციური კოჭა, ესეთი ინდუქციური ფილტრი, ესეთი პატარა და საყვარელი, საიდანაც უკვე გამოსული გაფილტრული მუდმივი ძაბვა 9 ვოლტი მიეწოდება. აქ არის გადაბმული, მიეწოდება უკვე ძირითად მულტიმეტრის ძირითად დაფას. მულტიმეტრი მუშაობს ეს. უნდა ჩავრთოთ ეს მიკრო ამმრთველი, ამისი ჩართვის შემდეგ ბატარეას მიუერთდება DC-DC step up მოდული. ჩავრთავთ, ჩაერთო და შემდეგ ჩამრთველიდან, ძირითად ჩამრთველიდან ჩავრთავთ მოწყობილობას და როგორც ხედავთ, მშვენივრად მუშაობს. ეს ეხლა ავაწყობ და გიჩვენებთ, როგორ იმუხტება. გამორთვისასაც აქედან გამორთავთ მოწყობილობას და შემდეგ მიკრო ამმრთველს ამორთავთ, რომ DC-DC მოდულს დაახლოებით 3-დან 8 მAh-მდე აქვს მოხმარება ამ DC-DC მოდულს თავისუფალ ესვლის რეჟიმში. და ამან რო არ დააჯინოს ჩვენი აკუმულატორი და ყოველდღე არ მოგვიწიოს დამუხტვა ამისთვის. ესე განთავსდა ყველაფერი. თერმოწებოთია ჩამოწებებული. ეს თითქმის ყველაფერი თერმოწებოთია ჩასმული და ჩაწებებული. აქ ორმაგის კოჩია ეკრანის ქვეშ, ეკრანსა და დისპლეისა და აკუმულატორს შორის რამოდენიმე ფენა ორმაგის კოჩია ამორტიზებისთვის. ესე კაპიტალურად გამოგვივიდა ყველაფერი. ნახოთ რამდენად კარგად, რამდენად ყოჩაღად იმუშავებს. ახლა რომ ჩავრთავ ძაბვის გაზომვის რეჟიმზე შევადარებ. დავაფარეთ დავსახური. ესე გამოიყურება აქ ყველაფერი. ეხლა ელემენტის განყოფილების დავსახურსაც დავაფარებთ, დავამაგრებთ და დავიწყებთ ტესტირებას. ავაწყეთ მოწყობილობა, ესე გამოიყურება. ესე გამოიყურება. მშვენიერ ადგილზე განთავსდა ჩამრთველი კნოპკა, მშვენიერ ადგილზე განთავსდა სამუხტი Type-C გამომყვანი. არაფერს არ უშლის.
დავსახური დაეხურა, ესე ლამაზად გამოიყურება. ჩავრთოთ და ჩავრთოთ. ჩაერთო. აბა, პირველ რიგში ვნახოთ ხმა კარგი აქვს. და გაზომვითაც იდეალურად ზომავს. ეხლა გადავიყვანოთ ძაბვის გაზომვის რეჟიმში 20 ვოლტზე. ჩავრთოთ ჩვენი მუდმივი აკუმულატორი. ჩავრთეთ. ხედავთ რომ 8.9 ვოლტია მანდ. შევაერთოთ შუბებზე მინუსი მინუსზე. Hop. მინუსი შევაერთეთ და პლუსიც შევაერთოთ. Hop, შევაერთეთ. და ნახოთ 8 და 92.93. აქაც 8.9. შვენიერი. მუშაობს გადასარევად. სხვა რეჟიმები კი ბატონო, 8.9 აქაც. გამორთოთ, განულდა. აბსოლუტური 0. აბა, თვითონ შუბების წინაღობას რამდენს გაგვიზომავს? 1 და 0.9 იყო. 0.7 ომი გაგვიზომა შუბების წინაღობა. კი ბატონო, გამორთავთ და აქედანაც გამორთავთ. აბა, ეხლა ვნახოთ როგორ დაიმუხტება. მოწყობილება მოვიტანოთ ჩვენი ტელეფონის დამტენი. მოვიტანეთ ჩვენი ტელეფონის დამტენი, 100 ვატიანი დამტენია, Type-C ბოლოთი და შევაერთოთ. შევაერთეთ და ჩანს ეგერ წითელი შუქდიოდი. ესე იგი, დამუხტვა მიმდინარეობს. როგორც კი დამუხტვა დასრულდება, წითელი შუქდიოდი გადაირთვება. აი, გამორთეთ. ისევ შევაერთოთ წითელი შუქდიოდი. როგორც კი წითელი შუქდიოდი გადაირთვება ლურჯზე, ეს ნიშნავს, რომ დამუხტვა დასრულებულია. დავუმუხტოთ და შემდეგ უკვე გამოვიყენებთ ჩვენი საქმეებისთვის. აგერ სარემონტოა მოდული, ესეთი პატარა მოდული ასევე MT3608-ზე. ეს ოღონდ არის დამწევ-ამწევი მოდული. თუმცა 3.3 ვოლტზე იყო გასწორებული და ესე გადავაკეთეთ რეგულირებადად. გამომავალზე ამასაც დაპარალელებული აქვს 100 მიკროფარადიანი 16 ვოლტიანი კონდენსატორი. აქ გვაქვს ესეთი NE555 ტაიმერები, ეს გაკუჭებული მოდულია, ასევე boost back მოდული, დამწევ-ამწევი DC-DC მოდული. ეს არის საბჭოთა წარმოების მიკროსხემაზე. K74X11-ზე გაკეთებული იმპულსების გენერატორი და ეს არის ჩინური წარმოების 555 ტაიმერზე გაკეთებული აწყობილი იმპულსების გენერატორი. ამას გამომავალზე ეს აქვს დრაივერი და დრაივერის შემდეგ მოდის უკვე MOSFET ტრანზისტორი. N არხიანი. ეს ყველაფერი შესამოწმებელია, ეს ყველაფერი გასაგრძელებელია, ასაწყობია და ჩვენი მარჯვენა ხელი
უკვე ჩადგა მწყობრში დაგვეხმარება ამ საქმეებში. მადლობა ყურადღებისთვის.